აი ამ უსაყვარლესი ორცხობილებით მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. თქვენთან წერილია, დიახ საახალწლო მოსალოცი წერილი. თუ გინდათ რომ ყველა გააოცოთ, გამოაცხეთ ჩემთან ერთად. მაშასე ვიწყებთ. 200 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაგი მოვათავსოთ თასში. დავამატოთ ვანილი, 150 გრამი შაქრის ფხვნილი. 2 სუფრის კოვზი არაჟანი, აი ასეთი სავსე კოვზები აიღეთ. 1 სუფრის კოვზი თაფლი, თაფლის გარეშეც შეიძლება, თუმცა თაფლით უფრო რბილი გამოდის. ცოტა გავთქვიფოთ, თუ არხი ჯერ კიდე გამოწერილი არა გაქვთ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. დავამატე 1 ცალი 0 კატეგორიის დიდი კვერცხი. თუ სოფლის ქათმის პატარა ზომის კვერცხები გაქვთ, დაამატეთ 2 ცალი. კვერცხი კარგად შევურიოთ და მიქსერი გადავდგათ გვერდზე, აღარ დაგჭირდება. დავამატოთ ფქვილი. ფქვილი ჯერ ცოტა დავამატე, ცოტა შევურიე და უნდა დავამატო არომატები. აქ ვამატებ მწიკ მარილს და ზემოდან ვამატებ 1 არასავსე ჩაის კოვს გამაფხვიერებელს. ვამატებ 1/3 ჩაის კოვს დარიჩინს. უფრო ნაკლები დავამატოთ ილი, ამდენივე მიხაკი დავამატე და ცოტა ჯავზი. მოვურიოთ კოვზი და კარგად შევურიოთ ესენი. დარჩენილი ფქვილი დავაცარი დაფაზე. ფქვილი სჭირდება რამდენსაც შეიზელსო, ხელებზე რო არ უნდა გვეკრობოდეს, თუმცა არც ძალიან ფქვილით არ უნდა დავამძიმოთ. მე ვიყენებ სულ 350 გრამ ფქვილს. გადმოვიტანე ცომი და შევაზილე მთელი ფქვილი. თქვენ თუ 2 კვერცხი დაამატეთ, შეიძლება მეტი ფქვილი დაგჭირდეთ. ცომი გავახვიეთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 2-3 საათით. კარგად უნდა გაცივდეს. ცომი გადმოვიტანე ფქვილიან დაფაზე, გავათხელე, მივეცი 4-კუთხედი ფორმა. გვერდები ჩამოვუსწორე, დავყავი 9 სანტიმეტრიან კვადრატებად. ცომს აი ასეთი სისქი აქვს, დაახლოებით 5-6 მილიმეტრი. დავიწყოთ წერილების მომზადება. ჯემი მე ავიღე სახში მომზადებული, ჟოლოს ჯემი მაქვს. გაცხელებისას რომ არ გათხელდეს, დავამატებ 1 ჩაის კოვს სიმინდის სახამებელს. თუ მაღაზიის ჯემი გაქვთ, მაგათ ისედაც აქვს სახამებელი და არ დასჭირდება. დავადე 1 ჩაის კოვსი ჯემი და მივეცი კონვერტის ფორმა. დავამატებ ცოტა ჯემს კიდევ, რომ კარგად ჩანდეს. მოვუსვი გათქვეფილი ცილა. ამოვჭერი გულის ფორმა და დავადე. აი ასე მარტივად გავიმეორებ, ერთხელ კიდევ გაჩვენებთ, როგორ ადვილად მზადდება. არ უნდა განსაკუთრებული მოძრაობა, ძალიან მშვიდად, კოხტად ამზადებთ. სანამ მე ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. ასე გადავალაგებ საცხობზე, მოვამზადებ შემდეგს, ნახეთ როგორი ადვილია. სულ მოვამზადე 9 ცალი, წყობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-დან 15 წუთი. ჩემთან 12 წუთი დასჭირდა, არ უნდა შეწითლდეს, თეთრიც რომ იყოს, მთავარია ქვემოდან უკვე შეფერიანდეს. დარჩენილი ცომით მოვამზადებ აი ასეთ ორცხობილებს. შეგიძლიათ თქვენ მთლიანად ეს წერილები მოამზადოთ, თუმცა მე აი ასე ამოვჭრი 5 ვარსკვლავებს, გადმოვალაგებ საცხობზე, წავუსმევ გათქვეფილ ცილას, განსაკუთრებით იქ, სადაც ნუშს დავალაგებ. ესე გადმოვკეცავ 1 ქიმს, დავაჭერინებ ნუშს. ესენი წყობა ანალოგიურად წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 10-12 წუთი. თუ თქვენი ღუმელი ნელია, შეიძლება 15 წუთი დაჭირდეს, ყურადღებით იყავით. მაქვს დარჩენილი კიდე პატარა ცომი, საიდანაც ასეთ მრგვალებს ამოვჭრი და ეს ბოლო ცომი, ეს ყოველთვის რჩება ხოლმე ბოლო ცომი, გავყოფ 3 ნაწილად და აი ასე მოვამზადებ. ნაირ სახეობები მოვამზადე, თქვენ შეგიძლიათ ერთი სახეობა მოამზადოთ. ესენიც წყობა ანალოგიურად. გამოცხვა ჩვენი წერილები, ნახეთ როგორი საოცრები გამოვიდა, ცხელსვე შაქრის ფხვნილი მოვაბნიე. თუ არხი ჯერ კიდე გამოწერილი არა გაქვთ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. ძალიან მიყვარს ეს ორცხობილები, ფაფუკი და ძალიან არომატულია, სასიამოვნო საჭმელია. ფორმა ხუ განსაკუთრებული აქვს, თქვენთან წერილია, ასე დავარქვი ამ ორცხობილას. გადმოვიტანე თეფშზე და ესენი უნდა გაცივდეს. მერე ვნახოთ როგორები გამოვიდა.
ეს კაცუნებიც გამოცხნენ, მართალია ჯერ ცხვირპირი არ აქვთ, მაგრამ როგორც კი გაცივდება, ცხვირპირსაც დავახატავთ. ნახეთ უკვე რა სასწაულებია, ერთი საოცრებაა ახალი წლების წინ ასეთი ნამზადების მომზადება. თუ ჯერ კიდე არხი არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტია, რომ აუცილებლად გამოიწეროთ. გამოცხვა ეს ნაბოლარა ორცხობილებით, გაითვალისწინეთ, რომ ცომი რაც უფრო თხელია, მალე ცხვება და რაც სქელია, გვიან ცხვება. დავიწყებთ გაფორმებას. ეს მრგვალები უნდა გავაფორმებთ ამდაგვარად, აი მიყევით ვიდეოს და ნახავთ როგორ წავუსვემ ჯემს და ამ ხვრელიანს დავადებთ ზემოდან. ხოლო მეორეს შოკოლადი უკვე გავადნე და გადავასხავ აი ასე შოკოლადს. ამ შოკოლადითვე უნდა მოვხატოთ ნუშიანი კაცუნები. დავახატოთ თვალები, პირი, ვმუშაობთ ძალიან მშვიდად და სწრაფად. ნახეთ როგორები გამოვიდა, უკვე სრულყოფილი კაცუნებია ნუში. აი ასეთი ნაირსახეობის ორცხობილები გამოვაცხეთ ერთი ცომით. შეგიძლიათ ცომი გააორმაგოთ და უფრო მეტი გამოვაცხოთ. მოდით ახლა გადავტეხოთ ეს ორცხობილები და ვნახოთ როგორია, ფაფუკი და რბილია. ძალიან არომატული ორცხობილებია, აუცილებლად მოგეწონებათ, ეს რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ. ან რა შესანახია, ეხლავე გამოაცხეთ. აი როგორია, ნახეთ როგორია. ძალიან რბილია, აი ნახეთ როგორია, ძალიან რბილია. ნახეთ როგორია, იფშნება აი ასე. მე კი ერთხელ კიდევ გილოცავ დამდეგ ახალ წელს სულ ბედნიერების და სიყვარულის წელი ყოფილიყოს ჩემი გამომწერებისთვის და ჩემი მაყურებლებისთვის. ისინიც მიყვარხართ, ვინც მიყურებთ და არ გამოგიწერივართ. ეხლა კი დროებით გემშვიდობებით. იმედი მაქვს ამ წელში კიდე შევხვდებით, თუ არა და მომავალ წელს აუცილებლად გნახავთ.